უკანონოდ მოჭრილი ნაძვები და რამდენიმე ათასიანი ჯარიმა კანონდამრღვევებს. გარემოს დაცვის სამსახურმა წინა საახალწლოდ ცოცხალი ნაძვებით ვაჭრობის მონიტორინგი დაიწყო. თბილისში უკვე გამოვლინდა ერთი ფაქტი, დამნაშავეს 15,000 ლარამდე ჯარიმა დაეკისრა. გარემოს დაცვის მონიტორინგის დეპარტამენტის წარმომადგენლები საბუთებს ამოწმებენ, რაც ცოცხალი ნაძვის გასაყიდად არის საჭირო. დღეს ერთ-ერთი ასეთი მონიტორინგის დროს სპორტის სასახლესთან უკანონოდ მოპოვებული 97 ძირი სოჭით დატვირთული ავტომანქანა აღმოაჩინეს. გარემოსთვის მიყენებული ზიანის გამო რეალიზატორს 10,670 ლარის გადახდა მოუწევს, რასაც სამართალდამცავებისთვის წინააღმდეგობის გაწევის ჯარიმა 5,000 ლარი ემატება. მოუწოდებთ მოსახლეობას კიდევ ერთხელ თავი შეიკავონ უკანონო ქმედებისგან, მოჭრიან ნაძვის ხეებს, ვინაიდან საქციები არის საკმაოდ მკაცრი. მსგავს მონიტორინგს გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები 24 საათის განმავლობაში აწარმოებენ. უკანონოდ მოპოვებული ნაძვის აღმოჩენის შემთხვევაში ჯარიმის რაოდენობა ხის მოჭრის ტერიტორიის მიხედვით განისაზღვრება. სახელმწიფო ტყეში ხებუჩქნარის დაზიანებისთვის ჯარიმა 200-დან 400 ლარამდეა. ნაცვლ ტერიტორიაზე მსგავსი ქმედება 400-500 ლარით ისჯება. ბუნებრივი ძეგლისა და წითელ ნუსხაში შეტანილი მცენარეების მოჭრისთვის კი მინიმალური თანხა 500-600 ლარია. თუ კი ეს ზიანი 1000 ლარს აღემატება, პირის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხიც დგება. თუ არა აქვს თავის საკარმიდო მონაკვეთიდან და არა აქვს საბუთი ადგილობრივი გამგეობიდან, მაშინ ხდება დადგენა, საიდან არის ამოღებული ეს სროვანი მცენარეები და იმის მიხედვით ხდება ჯარიმის ოდენობის დადგენა. უკანონო ხეების მოჭრას არ ეთანხმებიან თავად რეალიზატორებიც, რადგან მსგავსი ქმედებით ზიანი მათ ბიზნესსაც ადგება. ისეთ ხეებს ჭრიან, რომ უსაბუთეთ სახში არ აქვს საკარმიდო მოძი და ძალიან ცუდია. საბუთერი როცა არის, არავითარი პრობლემაც არ არის. კიდევ ერთხელ გვინდა რომ მოუწოდოთ ყველას, რომ შემოუერთდეს ჩვენ კამპანიას ნულმოჭრი ნაძვის ხეს, რაც კიდევ ერთხელ გაალამაზებს ჩვენს წინა საახალწლო გარემოს, გვექნება ნაძვის ხე და არ იქნება იგი უკანონოდ მოპოვებული. მონიტორინგის მიუხედავად თბილისში უკანონოდ მოჭრილი ნაძვი მაინც იყიდება, თუმცა ცოცხალი ნაძვის მოყვარულები მის კანონიერ ყიდვასაც შეძლებენ. ამ ნაძვების რეალიზება ნებადართულია, რადგან ისინი სხვადასხვა საკარმიდამო ტერიტორიასა და სასათბუნე მეურნეობებშია გაზრდილი. უკანონო ნაძვის ხეების მოჭრის მაჩვენებელი ახალი წლის მოახლოებასთან ერთად იზრდება. ამის პრევენციისთვის გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ საგანგებო კამპანიაც წამოიწყო.